ამ წუთებში ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტები არიან შეკრებილი. აქცია გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მხარდასაჭერად იმართება. მზია ამაღლობელს პოლიციის სამმართველოს უფროსის სისხლის სამართლის მუხლით გასამართლებით დაემუქრა და ამის ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს. მართლაც სწორედ სისხლის სამართლით დააკავეს ჟურნალისტი. ჩვენი კორესპონდენტი თამარ თედიაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, რომელიც ადგილზე იმყოფება. თამარ, რას ამბობენ ჩვენი კოლეგები აქციაზე? ხო, ბათუმში ვარ, ჩვენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქ იმართება აქცია, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია. ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს, როგორც იცის ჩვენმა მაყურებელმა, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის აჭარის მთავარ სამმართველოსთან და დღეს სწორედ ამ იზოლატორში მას ბრალი წარადგინა 353 მუხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეთერ თურაძეა ახლა ჩვენთან ერთად ბათუმელების დამფუძნებელი. ქალბატონო ეთერ, ხვალ ჩაინიშნა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საკმაოდ მძიმე მუხლით ედავება ბრალდების მხარე მას დანიშნულს, ასევე საკმაოდ რთულია იმის წარმოქმნა, რომ ის შეიძლება დარჩეს წინასწარ პატიმრობაში და გაგრძელდეს ეს პროცესები. რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება ხვალ და ასევე მზიასთან თუ გქონდათ კომუნიკაცია, მისი პოზიცია რა არის? ჩვენ ვიცით, რომ დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა რა განწყობა აქვს თუ ეს თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? მოლოდინებზე და განწყობებზე პრინციპში რაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს იმ სისტემაში, როგორც სისტემაშიც ვცხოვრობთ ახლა ჩვენ, როგორი სასამართლოც ახლა ჩვენ გვაქვს და არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში არ არის დაცული და მას არ აქვს გარანტია, რომ მისი უფლებები იქნება დაცული სასამართლოში. ეს არის ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგი სასამართლოსთან დაკავშირებით და მიზიას კეისი ამის უტყუარი მაგალითია. მე მინდა მეთქვა თქვენი ეთერის საშუალებით თვითონ ირაკლი გებუაძეზე და ამ სისტემაზე, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართული და სხვათა შორის რატომ მინდა თქვენ პირადად თამარ გამახსენნა თქვენთან დგომა ახლა გამახსენა ერთი кейსი ირაკლი გებუაძესთან დაკავშირებით, როდესაც მან ხელებს შეკრული გენრის ცემა, ხო, გახსოვთ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი გებუაძე ჩამოვიდა ბათუმში და თავი გამოიჩინა, თავი დაგვამახსოვრებით, რომ ხელებს შეკრული დააპატიმრა ადამიანი და შემდეგ ხელებს შეკრულ ადამიანის სახელში უტყა და დააშავა. ეს ადამიანი მას შემდეგ მრავალგზის დაფიქსირდა როგორც მოძალადე, საჯაროდ დაფიქსირდა, მაგრამ მას მის მიმართ არავითარი სამართლებრივი პროცედურა არ დაწყებულა და ჩვენ დღეს მივიღეთ ის, რომ მან გაბედა და მზია ამაღლობელი დააკავა. მან ძალიან კარგად იცის, რაც გააკეთა დაკავების შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში. ამის თვითმხილველებიც არიან და ეს რა მოხდა დაკავების შემდეგ? ანუ არ საუბრობთ ამ ყველაფერზე, მას რა საუბრობთ? თვითონ ძალიან კარგად იცის, როგორც მოიქცა მზია ამაღლობელთან მიმართებაში. ორ სიტყვით ამის გამოცემა არის შეუძლებელი. ამიტომ ირაკლი გებუაძე ფიქრობს, რომ მას როგორც აქამდე არაერთი ადამიანის ცემა შეერჩა, რომ ის მათ არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა. ახლაც ისე იქნება, ვერ იქნება ესე. ირაკლი გებუაძე ვერ შეძლებს გაიმართლოს თავი ამ დანაშაულში, ვერ შეძლებს წარმოგვიდგეს როგორც მსხვერპლი, როგორც დაზარალებული. ის თვითონ მიუხვდა მზია ამაღლობელს თავის ფორმიან დაჯგუფებასთან ერთად. მისი გარემოცვა დააკავა, მას აღგინებდა და შემდეგ ეს გააგრძელა ადმინისტრაციულ შენობაშიც. ამიტომ კარგად დაიმახსოვროს მოძალადე, ნებისმიერმა მოძალადე ადამიანმა. შეუძლებელია, რომ ჩვენ დაუშვებთ, რომ ესე გაგრძელდეს და მათ შეძლონ
ვისაც მოესურვებათ, როგორი ავტორიტეტის მქონე ადამიანიც არ უნდა იყოს მათ წინაშე, როგორი კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანი არ უნდა იყოს მათში მას წინაშე, დაამცირებენ, შეურაცხყოფენ, დააკავებენ და ამას გააკეთებენ კანონის სახელით. ეს არ არის კანონი, ეს არის უკანონობა, ეს არის ფორმაში გადაცმული პოლიციის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელების უკანონობა. მრავალჯერ გამოვიდათ მეზე, არ უნდა გამოვიდეთ მათ სამჯერად. დიდი მადლობა. მადლობა, ეთერთურაძეს უსმენთ თქვენ ბათუმელების დამფუძნებელს და დირექტორს. ჩვენმა მაყურებელმა ნახა ის კადრები, რაც მოვლენებით მიმდინარეობდა მზია ამაღლობელის დაკავების დღეს აჭარის მთავარ სამმართველოსთან. ახლა შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ სიუჟეტი, რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ათეულობით ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ახლაც ამ წუთებში 11 იანვარს დაკავებული ადამიანების ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ეს გრძელდება. სასამართლო პროცესები ჩანიშნულია ხვალაც, რაც შეეხება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. მისი სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს დღის 11 საათზე. Tiniani processit იყო არასწორი ყალბი და თბილისის სავსე. თათია აბულაძის დამნაშავედ გამოსაცხადებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1 საათიც არ დასჭირდა. მისი ორდღიანი პატიმრობა 2000 ლარიანი ჯარიმით დასრულდა. დემონსტრანტი ამბობს, რომ დაპატიმრების ფორმალური მიზეზის შესახებ სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეიტყო, რადგან მანამდე მისთვის არავის არაფერი აუხსნია. ის 11 იანვარს ბათუმის ცენტრში დაკავებული 8 მოქალაქიდან ერთ-ერთია. თითქოს პოლიციელებს ვეძახით ზაღლებს, რუსეთის მონებს, კიდე იყო ჩამონათვარი, რაც არ მახსოვს. თუმცა რეალურად ოქმი რაც იყო შედგენილი, იმდენად ყალბი იყო, რომ მე თვითონაც გამიკვირდა, აი დღეს როცა სასამართლოში მოვედი, აქ წარმიგინეს ოქმი. დღემდე არ ვიცოდი, რომელი მუხლით ვიყავი დაკავებული. დაკავებისას არც ჩემი უფლებები წარუდგენიათ, არაფერზე უსაუბრიათ საერთოდ. და დღეს როცა გავიგე, რისთვისაც ვიყავი დაკავებული, მე თვითონ შოკში ვარ. 11 იანვარს დაკავებულების სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე ერთმანეთის მიყოლებით ტარდება. დემონსტრანტების ნაწილი შენობებსა და ასფალტებზე სტიკერების გაკვის გამოა დაჭერილი. ზოგიერთ მათგან სტიკერი ხელშიც კი არ ჭერიათ, მაგრამ ედავებია რომ სტიკერს აკრავდი უკანონოდ და პოლიციელის მითითებას არ ემორჩილებოდიო და როდესაც ვაჟა მიკითხა თუ რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს, მხოლოდ ამის გამო დააკავეს ვაჟა. და ეხლაც ხელბორკილები ადევს ხელზე. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას მშვიდობიანი აქციების ეშინია. ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი მოქალაქეების. ხვალ დილით გაიმართება ონლაინ გამოცემა ბათუმელების დირექტორის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც 2 დღეა საპატიმროშია და მას სისხლის სამართლის დანაშაულს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მის ციხეში დატოვებას და საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს. ამ ეტაპზე იყენებს უმილისუფლებას და შემდგომ უკვე როცა გავეცნობთ საქმის მასალებს, ნახავთ რა იქნება საქმის მასალებში, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები წარმოგვიდგინეს დისკების სახით და წარმოგვიდგინეს მოწმეთა ჩვენებები. აქედან ჩანს უკვე საცხარ. თავიდანვე პატრონიაზის ხარჯებს, თუმცა რომ უგუნებოდ იწოვს. ცოტა თავი შეიკავე. აკმედეზე გეგმით დაუბრუნდა. აი, მაგ ეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეა, რომელსაც დემონსტრანტების ადვოკატებმა, მხარდამჭერებმა და მედიამ გუშინდელი დაუვიწყარი წვეულების ამბების ხდომათა დარბაზშივე გამოკითხეს. თბილისიდან დაბრუნებულმა მოსამართლემ ამის შესახებ ლაპარაკი არ ისურვა. სწორედ ის არის ერთ-ერთი, რომელიც აჭარაში დაკავებულ დემონსტრანტებს ასამართლებს. 16 დეკემბრის ეპიზოდის საქმეები, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალს უკავშირდება, დღეს გადაიდო. ბათუმში იცნობენ ზედმეტსახელით ნოტარიუსი, იმიტომ რომ ის არიგებს ჯარიმებს და პატიმრობაში უშვებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა რა მტკიცებულებებს წარუდგენ. სადაც არ უნდა გაგვიშვას ლევან გორგილაძე პატიმრობაში იქნება და აჯარიმებს, გაფრთხილებით შემოიფარგლება თუ თუნდაც გაამართებს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ლევან გორგილაძე თუ მისი თანამოაზრეები იქნებიან ამოყები ალექსანდრე გოგუაძისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან ისინი. ჯერ უცნობია, როდის გადაწყვეტს ბათუმის სასამართლო გუშინ ღამით დაკავებული მოქალაქეების სპეც. მაშინ როცა დედაქალაქში მოსამართლეების საახალწლო წვეულებას პოლიცია დემონსტრანტებისგან იცავდა, დაკავებების მორიგი სერია იყო ბათუმის აქციაზეც.
სადაც რვა პირი დააპატიმრეს. დაკავებულებს შორის იყვნენ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაგი, თუმცა ისინი პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.